მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემას წარმოადგენს დაანონსებული ტაროს საჯარო გაშლა, საჯარო სეანსი თემაზე რას გიმზადებთ ბედისწერა. ფიქრობ საინტერესო თემაა და გაშლაც საინტერესო გამოგვივა. წარმოდგენილია ტრადიციულად სამი ვარიანტი, თითოეულ ვარიანტში წარმოდგენილია ორი არკანი, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აღნიშნული არკანები წარმოადგენს ერთგვარ სიგნიფიკატორებს თქვენი სიტუაციის, თქვენი ამჟამინდელი ენერგიების, ანუ ახლოს მომავალში რა ენერგიებში შეხვალთ, ყველაფერი მოგეხსენებათ. იწყება ჩვენი აწმყოს ვითარებიდან, ადამიანის აწმყოს ვითარებიდან, რა არჩევანს აკეთებს ადამიანი აწმყოში, რა კონკრეტული ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე დგას ადამიანი, როგორი შემზადებულია იმ ყველაფრისთვის, რაც ერთგვარი ამოცანის სახით დგას მის წინაშე ხომ და შესაბამისად როგორიც არის გადაწყვეტილება და როგორიც არის გეგმები თუ ნაბიჯები ადამიანის მხრიდან გამოხატული ნებისა და ქმედებების სახით, შემდგომ ისე ყალიბდება მომავალი. თუმცა არსებობს გარკვეული ფატალიზმიც, ფატალური ენერგიები, უმართავი ენერგიები, თუ შეიძლება ასე ითქვას, სამყაროსეული ენერგიები, რომლებიც ასევე მოქმედებენ და მიუხედავად ჩვენი სურვილებისა, მიუხედავად ჩვენი გეგმებისა, მაინც ხდება ის რაღაც, რაც არ არის დაგეგმილი, აქ მაინდა-მაინც ცუდი და ნეგატიური კონტექსტი არ უნდა მოვიაზროთ, რა თქმა უნდა, მე არ გულისხმობ მაინდა-მაინც ისეთ დესტრუქციულ განვითარებას თქვენი მომავლისა, რა თქმა უნდა, აქ მოვიაზრებ ყველა იმ სავარაუდო განვითარებას თქვენი ცხოვრებისა, რომელზეც შესაძლებელია აწმყოში არ ფიქრობთ, ან არის გარკვეული ბუნდოვანება და შესაბამისად სწორედ იმისთვის, რომ აი ამ გაურკვევლობას მოეფინოს ნათელი და შემოვიდეს ცნობიერი სინათლე თქვენს გონებაში, თქვენს რეალურ ცხოვრებაში, სწორედ ამას ვისახავ მე მიზნად, რომ მოგაწოდოთ აი ეს სინათლე და მოგაწოდოთ ისეთი მესიჯები, რომლებიც გაანათებენ თქვენი ცხოვრების ისეთ ბუნდოვან მხარეებს, რომელზეც შესაძლებელია დღეის მდგომარეობით არ გაქვთ ისეთი ნათელი და ცხადი წარმოდგენა, როგორცაც რომ ისურვებდით. სანამ უშუალოდ გადავიდოდე ტაროს სეანსზე, მანამდე ვიტყვი, რომ თუ მოვა ეს ინფორმაცია თქვენთან, თუ რეზონირდება, თუ მიიღებთ ისეთ ცნობიერ მესიჯებს, რომელსაც თვლით, ჩათვლით, რომ თქვენ სასიკეთოდ გამოიყენებთ ენერგობალანსისთვის, ჩემი თხოვნა იქნება გააზიაროთ ვიდეო, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, ასევე გამოხატოთ თქვენი შეხედულებები, თქვენი აზრები, ასევე მომაწოდოთ იდეები, თუ კი გაქვთ ამის სურვილი, რა თქმა უნდა, სამომავლო გაშლებთან დაკავშირებით, რაზე გსურთ ჩემგან, რომ მიიღოთ, ასე ვთქვათ, ინფორმაცია და პროგნოზები ტაროს სეანსების სახით და მე, რა თქმა უნდა, თქვენს მოსაზრებებს, თქვენს იდეებს გავეცნობი და რა თქმა უნდა გავითვალისწინებ, თუ იქნება საინტერესო, რა თქმა უნდა, ჩემის მხრიდანაც მოხდება ამის შეფასება. რაც შეეხება პირადი კონსულტაციის მსურველებს, მათთვისაც ბარემ ვიტყვი თავიდანვე, რომ პირადი სეანსების ჩასანიშნად, დასაჯავშნად, ასევე ბედის მატრიცის ანალიზისთვის, ანალიზის მოსამზადებლად, ან სხვადასხვა რიტუალური ენერგეტიკული პროცედურების დასაჯავშნად შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. და მოდით ნახოთ უკვე დავიწყოთ ტაროს არკანების გახსნა, თუ რას გიმზადებთ ბედისწერა. როგორია თქვენი ბედი უახლოეს რამდენიმე თვეზე აქვს საუბარი, ნუ მაქსიმუმს ვიღებ ხოლმე მე ყოველთვის 1 წლამდე დროის მონაკვეთს. უფრო შორეულ მომავალზეც შესაძლებელია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ეს პროგნოზი იქნება უფრო ზოგადი
და სასურველია ისეთ თემებზე, რომლებიც შეეხება უფრო სულიერი განვითარების თემატიკას, კარმულ თემებს და არა ვთქვათ ზოგადად მომავლის განვითარების სცენარების გაშლას, ხო? იმიტომ რომ შორეულ მომავალზე ზოგადად კიდევ უფრო რთული ხდება პროგნოზების გაკეთება და აქ უკვე ცდომილების დაშვების ალბათობა არის მაღალი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული სეანსის ფარგლებში აღებულია 1 წელი, რაც გიმზადებთ ბედის წერა, რა გელით სამომავლოდ 1 წლის განმავლობაში. და მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტის სიგნიფიკატორის არკანები. პირველ ვარიანტში ჩანს საკმაოდ საინტერესო მოცემულობა. აქ ჩვენ ხედავთ თქვენს ისეთ მდგომარეობას, ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი, რომ თითქოს ადამიანი არის რაღაცა ორი არჩევანის წინაშე. ეს არჩევანი დაკავშირებულია რაღაც სიახლესთან, ახალი ენერგიების შემოსვლასთან თქვენს ცხოვრებაში, შესაძლებელია ეს იყოს ახალი გზა, ან მოლოდინი გზიდან, ვიღაცის ან რაღაცის მოლოდინი გზიდან, ან თავად თქვენ იყოთ რაღაცა კონკრეტული გზის დასაწყისში, სადაც ჩანს ესეთი გზა ორი მიმართულებით, ხო? ეს შეიძლება იყოს მეტაფორულად გზა და შეიძლება მეტაფორულად გამოხატავდეს თქვენს ცხოვრებისეულ გზას, ან შესაძლებელია ეს პირდაპირ იყოს დაკავშირებული რაღაცა კონკრეტულ მიმართულებასთან, თქვენი ცხოვრების ან ფიზიკურ გადაადგილებას გულისხმობ. ამავდროულად აქ შესაძლებელია იდგეს გულისა და გონების არჩევანის თემა, ვინაიდან ამოდის ძალიან საინტერესო არკანი, ეს არის არკანი ძალა, რომელიც მესაუბრება იმაზე, რომ თქვენი ენერგეტიკით, თქვენი ქარიზმით, თქვენი ცეცხლოვანი ბუნებით საკმაოდ საინტერესო ადამიანი ბრძანდებით, ამავდროულად თქვენთვის სიყვარულის თემა, გულის თემები, ხომ? ასეთი ემოციური ფონი თქვენთვის არ უნდა იყოს უცხო, თქვენი ცხოვრების მთავარი საწვავი, ასე ვთქვათ, შესაძლებელია იყოს სწორედ გულის თემები, სიყვარულის თემები, ცეცხლოვანი ენერგიები თქვენს ცხოვრებაში. თქვენ ასე მგონია, რომ აი ასეთი თემების გარეშე, როგორიც არის ურთიერთობები, სიყვარული, ცეცხლი, ბნება, გადაადგილება, მოძრაობა, აი ამ ყველაფრის გარეშე თქვენ ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, ან არ წარმოგიდგენიათ და რომ ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამავდროულად ცხოვრების ამ ეტაპზე, ან უახლოეს მომავალში შესაძლებელია თქვენ სწორედ დადგეთ არჩევანის წინაშე. ეს არჩევანი, როგორც აღნიშნე, ყველა ადამიანის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ინდივიდუალური, ზოგისთვის ეს იყოს გზასთან დაკავშირებული არჩევანი, წასვლა თუ დარჩენა, ზოგისთვის შესაძლებელია იყოს ურთიერთობებთან დაკავშირებული არჩევანი, ზოგისთვის შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გულისა თუ გონების თემა, ანუ რაღაცა თქვა გულით მინდა, მაინც და მაინც ეს არ ეხება სიყვარულს, შეიძლება სხვა თემა იყოს, მაგრამ რაღაცა უფრო მეტად გულით გინდოდეთ, გული გკარნახობდეთ, რომ აი ეს გადაწყვეტილება არის თქვენი, მაგრამ გონება რაღაცა სხვას გეუბნებოდეთ, ლოგიკური აზროვნება სხვას გეუბნებოდეთ და შესაბამისად აი ამ ორ მდგომარეობას შორის შესაძლებელია რომ იხლიჩებოდეთ. მოდით ვნახოთ სამომავლო განვითარება, რას გვაჩვენებს და ვფიქრობ უფრო ცხადი გახდება სურათი, რაზე გვესაუბრება ტარო თემასთან მიმართებაში იმ ადამიანებისთვის, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. რას გიმზადებთ ბედის წერა და რა გელით სამომავლოდ. საკმაოდ საინტერესო კომბინაცია ამოვიდა. აქ ამოდის ორი განსხვავებული ენერგია, სხვათა შორის ისევ გულისა და გონების თემა ამოდის, ასე ვთქვათ, სამომავლო განვითარების
თვალსაზრისითაც ამოდის ცივი ლოგიკური აზროვნება პირველივე არკანში, გონების ენერგია, ინტელექტის, აზროვნების, ჭკუის ენერგია და ამოდის გულის ენერგია, ემოციური სიღრმე, მგრძნობელობა, ემპათია. აქ შესაძლებელია რიგი ადამიანებისთვის ბედის წერა გესაუბრებოდეთ იმაზე, რომ საჭიროა იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტული გამოხატულება მატერიაში ჰქონდეს თქვენს გადაწყვეტილებას, თქვენს არჩევანს და ზოგადად მოხდეს თქვენი გამოხატვა, სწორად, სწორ დროს, სწორ ადგილზე მოხდეთ, სწორი ფორმით მოახდინოთ საკუთარი პიროვნების რეალიზაცია და ყველაფერი წავიდეს სწორ ფორმატში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სფეროში მოღვაწეობთ, ან რა პროფესიის ადამიანი ბრძანდებით, ან რა საქმეს ეხება ეს ყველაფერი, აქ ყველასთვის საერთო ენერგიები არის ის, რომ საჭიროა გულისა და გონების შეთანხმება. და ასეთი შეთანხმებული მდგომარეობით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა მოხდეს გულისა და გონების თანხვედრა, გონების ხედვის და გულისმიერი შეგრძნების ბალანსირებული თანხვედრა თქვენში. იმისთვის, რომ ის საქმე, ის კონკრეტული იდეა ან გადაწყვეტილება, რაც გაქვთ მიღებული ან რასაც მიიღებთ უახლოეს მომავალში, გამოვლინდეს მატერიალურ ფორმაში, მატერიაში, უпростоრად მატერიალურ სამყაროში, სწორი ფორმით. და დაფასდეს თქვენი შრომა. სწორ სოციუმში მოხვდეთ, სწორი საქმე აიღოთ, სწორი ბიზნეს იდეა განახორციელოთ, სწორი გუნდი შემოიკრიბოთ ამისთვის, ხო? ასევე აქ არ არის საუბარი მხოლოდ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, ან კონკრეტულ საქმიანობასთან მიმართებაში, აქ შესაძლებელია რიგი ადამიანებისთვის გათამაშდეს ესეთი სცენა, რომ თქვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ეს ქალბატონებს შეეხებათ, შესაძლებელია შემოვიდეს ორი ადამიანი, ორი პარტნიორი, ორი მამაკაცი, ვინაიდან ჩვენ აქ ვხედავთ კარის კარტებს, მეფეებს, ხომ ერთი არის ხმლების მეფე და მეორე არის თასების მეფე. შესაძლებელია ეს იყოს ორი პარტნიორი, ორი მამაკაცი და შესაბამისად არჩევანი სწორედ აი ამ ორ ადამიანს შორის კეთდებოდეს თქვენის მხრიდან და სწორედ ეს ქმნიდეს წინააღმდეგობას თქვენს გულსა და გონებას შორის. ერთი შესაძლებელია იყოს უფრო რაციონალური, ინტელექტუალური, უფრო გაწონასწორებული, უფრო დისციპლინირებული, უფრო ისეთი შესაძლებელია უფრო წარმატებულიც თავის საქმეში ეს პიროვნება, ეს მამაკაცი, ხოლო მეორე იყოს უფრო მეტად გულით მოაზროვნე ადამიანი, უფრო ემპათიური, უფრო თბილი, უფრო რბილი ბუნების ადამიანი და შესაძლებელია ამ ორ ადამიანს ჰქონდეს გარკვეული ინტერესი თქვენს მიმართ და თქვენ სწორედ რომ აკეთებდეთ არჩევანს აი ამ ორ ადამიანს შორის, რომელთან ასე ვთქვათ, ააწყოთ თქვენი პირადი პარტნიორული ურთიერთობა და რომელთან სჯობს, რომელი უფრო სწორი პარტნიორია, რომელი უფრო თქვენთან რომელი უფრო ახლოს არის, რომელი უფრო მეტად შეგეფერებათ, შესაძლებელია იყოთ აი ამ ფიქრებში. ასევე შესაძლებელია რიგი ადამიანებისთვის, არა ყველასთვის, მოხდეს ისე, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს ერთი ადამიანი, ასეთი ორბუნებოვანი ხასიათის და შესაბამისად იყოს ცხოვრების ისეთი მომენტები ან ისეთი პერიოდები თქვენი ურთიერთობის კონტექსტში, რომ რაღაც გარკვეულ შემთხვევებში ეს ადამიანი თავს ავლენდეს როგორც ძალიან ისეთი მკაცრი, რაციონალური და ისეთი მომთხოვნი ადამიანი, ხოლო რიგ შემთხვევებში იყოს ძალიან მოწყვლადი, რბილი და ემოციური, შესაბამისად თქვენ გიჭირდებთ მისი, ასე ვთქვათ, ახსნა თუ როგორია ეს ადამიანი, როგორ ხდება ამ ორი სხვადასხვა ტიპაჟის ერთ ადამიანში გაერთიანება და ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებდეს თქვენს გონებაში, ან თუნდაც თქვენს გულში ამ ადამიანთან მიმართებაში და ფიქრობდეთ თუ რამდენად გიიღებთ ესეთი განსხვავებული გამოვლინებების მქონე ადამიანთან ურთიერთობის აწყობა. და როგორც თავიდან აღვნიშნე, შესაძლებელია ეს,
იმ შემთხვევაში თუ ეს პარტნიორულ ურთიერთობებთან მიმართებაში ვისაუბრებთ, მაგრამ თუ ეს ეხება კონკრეტულ თქვენს საქმეს, ან საერთოდ რაღაცა კონკრეტულ იდეას, ამ შემთხვევაში სამყარო თქვენგან ითხოვს არც მხოლოდ გულით გადადგმულ ნაბიჯებს და არც მხოლოდ ცივი რაციონალური გონებით ნაკარნახევ გადაწყვეტილებას, არამედ გულისა და გონების შეთანხმებულ, ბალანსირებულ თანხმედრას ერთ კონკრეტულ წერტილში და შესაბამის ნაბიჯებს. იმისთვის, რომ თქვენი შრომა, თქვენი მოღვაწეობა, თქვენი აქამდე გადადგმული ნაბიჯები, იმისთვის, რომ თუნდაც აქამდე მოსულიყავით, დაფასდეს და მოხდეს შემდგომი განვითარება სწორი მიმართულებით, ხომ? ჩვენ აქ პირველ ვარიანტში რაღაცა ისეთ ფატალურს, საბედისწეროს, რთულს და დაუძლებელს არ ვხედავთ. პირიქით, თავიდანვე ამოდის არკანი ძალა, ეს არის ძალიან ლამაზი და ამავდროულად ძალიან ძლიერი არკანი. თქვენ ყველა რესურსი გაქვთ ამ არკანს, სწორედ იმის თქმა უნდა თქვენთვის, რომ თქვენ ყველა რესურსი გაქვთ იმისთვის, რომ აი ამ თუნდაც ერთგვარად ორად გახლეჩენ მდგომარეობას გაუმკლავდეთ, დაფიქრდეთ, გაანალიზოთ და მიიღოთ ძალიან სწორი გადაწყვეტილება და ჩამოიყალიბოთ, ასე ვთქვათ, სწორი ხედვა და შესაბამისად მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები უახლოესი 1 წლის განმავლობაში. აი ესეთი გახდათ პირველი ვარიანტი, ჩემო მეგობრებო. და ნახოთ მეორე ვარიანტი რას გვეტყვის, რას გვაჩვენებს. და ნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტში ჩვენ ხედავთ ერთგვარად ენერგეტიკულად დასუსტებულ ადამიანს, რომელიც დროებითი ტაიმაუტის მდგომარეობაში იმყოფება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ისვენებს, ცდილობს აღიდგინოს დაკარგული ენერგიები და მოახდინოს ერთგვარი იმ დაკარგული, იმ გახარჯული რესურსების აღდგენა, რომელიც უახლოეს წარსულში გახარჯა ან ისეთ ურთიერთობაზე, რომელმაც ერთგვარი დისბალანსი გამოიწვია მის ცხოვრებაში, გულისხმობ მეორე ვარიანტის ამომრჩევლებს, ან ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფ ადამიანს, რომელმაც გასცა უფრო მეტი ამ ურთიერთობისთვის, ვიდრე მიიღო ამ ურთიერთობიდან, ან გარკვეული მიჯაჭვულობის მდგომარეობიდან და ეს მიჯაჭვულობა, არაჯანსაღ მიჯაჭვულობას გულისხმობ მე აქ. ყველამ ვიცით, რომ ასეთ ურთიერთობაში, ან ზოგადად ასეთ ტოქსიკურ მიჯაჭვულობებში ყოფნა ადამიანს ართმევს ენერგიას, წამლავს მის ენერგოველს, ტოქსიკურს ხდის და შესაბამისად ადამიანს აღარ ძალუძს იმ ხარისხით თავისი ცხოვრების მართვა და წარმართვა, როგორც რომ უძღვებოდა ადრე. აი აქ რაღაცა ერთგვარ აი ასეთ ვითარებას ვხედავ. თუ იყო ასეთი ვითარება თქვენს ცხოვრებაში, ან შესაძლებელია ეს მდგომარეობა დღესაც გრძელდება, დღესაც არის ეს ადამიანი. არკანი ეშმაკი ამოდის და სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ტოქსიკურობაზე. შესაძლებელია ესეთი ადამიანი დღესაც იყოს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც მაინდა-მაინც პარტნიორულ ურთიერთობას არ მოვიაზრებს. შესაძლებელია ეს იყოს ახლო ადამიანი, რომელთანაც ემოციური კავშირი, ემოციური ბმა გაქვთ, გინდათ თუ არ გინდათ, მოგწონთ ეს თუ არ მოგწონთ. ეს ადამიანი თქვენ სენსიტიურად გეხებათ. შესაძლებელია ეს იყოს ოჯახის წევრი, ძალიან ახლობელი ადამიანი, რომელიც ერთგვარ ენერგოპარაზიტად
იქცა თქვენთვის, გექცათ და შესაბამისად კაჩავს ენერგიას და თქვენი ენერგეტიკული ტონუსი ძალიან არის დავარდნილი ამის გამო. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არის მოწყვლადი, თვითონ არის ისეთ ტოქსიკურ თემებზე მიბმული და შესაბამისად იძულებულია, რომ სხვისგან გაკაჩოს ენერგია. შესაძლებელია თვითონ არის ძალიან ისეთი ბუნების ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ უმკლავდებიან სათანადოდ თავის ცხოვრებისეულ გამოწვევებს და შესაბამისად ოჯახის წევრისგან მოითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე ევალება ახლობელს, ხომ? ზოგადად ურთიერთდახმარება, მით უმეტეს ოჯახის წევრების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი წილი პასუხისმგებლობაა თითოეული ადამიანისა, მაგრამ როდესაც ეს ხდება ბალანსის რღვევით და როდესაც ადამიანი იმაზე მეტს ითხოვს ჩვენგან, ვიდრე ეს ჩვენ თუნდაც გვევალება, ბუნებრივია ასეთი ურთიერთობა იწვევს გარკვეულ რყევებს ჩვენს ცხოვრებაში, გვაცლის ენერგოტონუსს და მერე ჩვენ თავად ხვდებით მოწყვლადები, ხომ? აი რაღაცა ასეთ მდგომარეობაში გხედავთ ამ შემთხვევაში. ეს შეიძლება იყოს უახლოეს წარსულში, ან როგორც აღვნიშნე, გრძელდება დღესაც, იმიტომ რომ ამ სიტუაციის აღნიშნულად მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის აი ესეთი ენერგიები ამოდის, ტოქსიკური მავნე მიჯეჭვულობები ან პარტნიორული თემიდან გამომდინარე პარტნიორთან მიმართებაში, ან შესაძლებელია ეს იყოს ოჯახის წევრი, ან ისეთი ადამიანი, რომელიც როგორც აღვნიშნე, ემოციურ ბმაშია ჩვენთან და შესაბამისად თქვენთან უფრო სწორედ და გინდათ თუ არ გინდათ, გიწევთ მისთვის ერთგვარი ხარკის გაღება, რაც მერე უკვე თქვენ ხდით პასიურს, დაღლილს, მოდუნებულს, ენერგეტიკულად დაცლილს, ენერგია გამოცლილს და უკვე თქვენი ცხოვრების ხარისხი ვარდება, კლებულობს. და მოდით ვნახოთ, რა გელით უახლოეს მომავალში, დაახლოებით 1 წლის პერიოდში, როგორი იქნება თქვენი ბედისწერა. აქ სულ ემოციები ამოდის, აბსოლუტურად სწორად ამიღნიშნავს, რომ ეს უფრო რაღაცა ემოციური კავშირის, ემოციური მიჯეჭვულობის თემაა. თქვენ ძალიან დიდი პოტენციალი გაგაჩნიათ სიყვარულის, ცარიელი გული ხართ. შეგიძლიათ თქვენი თავი მიუძღვნათ ადამიანს, უპირობოდ გიყვარდეთ. ეს იშვიათი თვისებაა დღევანდელ სამყაროში და დღევანდელ ცხოვრებაში. ნამდვილად იშვიათი გამონაკლისი ხართ, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ასეთი თბილი გულის და მგრძნობიარე ადამიანების ენერგიით ძალიან მარტივად იკვებებიან პარაზიტები, ენერგოვამპირები და ამ შემთხვევაშიც თქვენი ესეთი მგრძნობიარე ბუნება მშვენივრად აქვს დაჭერილი ამ ადამიანს, რომელიც იკვებება თქვენი ემოციებით, თქვენი ემპათიით, თქვენი მხარდაჭერითა და თანამდგომით. სამყარო ამ შემთხვევაში ესეთ რაღაცას გეუბნებათ, რომ დააფასოთ მეტად თქვენი თავი, იზრუნოთ არა სხვაზე, არა ენერგოვამპირზე, რომელიც რამდენიც არ უნდა გავუკეთოთ ამ ადამიანს, მაინც თქვენი უმადური იქნება და მაინც ვერაფერს ვერ დაანახვებთ. მის კმაყოფილებას ვერასოდეს ვერ მიაღწევთ, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები მუდამ განიცდიან ენერგეტიკულ შიმშილს, ისინი მუდმივად ითხოვენ ჩვენგან ენერგიას და რამდენიც არ უნდა მისცეთ, მას ვერასოდეს ვერ დააკმაყოფილებთ. რაც მეტს გაიღებთ მისთვის, მით მეტს მოგთხოვთ. შესაბამისად,
ასეთი დისბალანსი საბოლოოდ სადამდეც მიგიყვანთ, ვფიქრობ, ჩემი თქმა არ არის საჭირო ამისთვის. ისედაც კარგად უნდა ხვდებოდეთ. ამიტომ სამყარო გეუბნებათ, რომ ამ შემთხვევაში ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, გაიხსენეთ თქვენი შინაგანი ბავშვი, მოეფერეთ მას, იზრუნეთ მასზე, გამოკვებეთ თქვენი შინაგანი ბავშვი, რომელიც იმსახურებს თქვენგან ყურადღებას, იმსახურებს სიყვარულს და ემპათიას. და ასე უპირობოდ ნუ გაიხარჯებით სხვისთვის, მით უმეტეს იმ ადამიანისთვის, რომელიც აქ ამოდის როგორც არკანი ეშმაკი. ეს არის ტოქსიკური მიჯაჭვულობა, ცალსახაა, რომლისგანაც მცდელობა თქვენი, რომ განთავისუფლდეთ, თითქოს ნაკლებად ჩანს. ძალიან დაღლილი ხართ და თან დაღლილი ხართ, მაგრამ თან არ ცდილობთ თითქოს აი ამ მიჯაჭვულობიდან განთავისუფლებას. მაინც იგივე მდგომარეობაში რჩებით, თითქოს იგივე წვენში იხარშებით, რაც რა თქმა უნდა არ იქნება საუკეთესო განვითარება თქვენი ცხოვრებისა. ამიტომ ის უპირობო სიყვარული, ის გულწრფელი ემპათიური ბუნება, ის უპირობო სიყვარულის უნარი ამ შემთხვევაში ჯობს მიმართოთ საკუთარი თავისკენ, დაიბრუნოთ თქვენი ენერგიები, აღიდგინოთ ძალები, იმისთვის რომ ის ახალი შანსი, ის საჩუქარი, რომელსაც სამყარო წინ გიდებთ, შეამჩნიოთ, დაინახოთ და ფუჭ ოცნებებსა და ფუჭ ილუზიებში არ დაკარგოთ დრო და არ დაკარგოთ თქვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდები. იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ თქვენ ვერ ხედავთ იმ შანსს, რომელსაც სამყარო გიძღვნით საჩუქრის სახით და იყურებით საერთოდ სხვა მიმართულებით, ოცნებობთ ისეთ რაღაცაზე, რაც არასოდეს არ იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი. და თუ ეს არის ამ ადამიანთან სწორი ბალანსირებული ურთიერთობა და იმის ფიქრი, რომ ის დააფასებს ოდესმე თქვენს გაღებულ ენერგიას, თქვენს თანადგომას, თქვენს სიყვარულს, ეს სწორედ ამ შემთხვევაში ის თასია, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი თქვენთვის და დარჩება ყოველთვის ფუჭ ოცნებად. და წინ, რაც ხელის გულზე დევს თქვენს თვალწინ, ის დარჩება შეუმჩნეველი თქვენის მხრიდან, იმიტომ რომ როცა ადამიანი საერთოდ სხვა მიმართულებით აკეთებს ყურადღების მზერის ფოკუსს, ბუნებრივია მის წინ დადებული საგანი, მის წინ დადებული ძღვენი ამ შემთხვევაში დარჩება შეუმჩნეველი. ამიტომ შესაძლებელია ასეც ითქვას, რომ თუ თქვენ ამ მდგომარეობაში დარჩებით, ძალიან კარგ შესაძლებლობას, უნიკალურ შანსს გაუშვებთ ხელიდან, იმიტომ რომ თქვენ მას უბრალოდ ვერ დაინახავთ. აი ასეთი პროგნოზი გვაჩვენა მეორე ვარიანტმა. საინტერესო იყო, მადლობა მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს. ჩემი თხოვნა იქნება, ვისთანაც მოვიდა ეს ინფორმაცია, ვისაც შეგეხოთ, დამიკომენტარეთ, გამოთქვით თქვენი აზრი, თქვენი შეხედულებები. საინტერესოა მართლაც ჩემთვის, რამდენად მოვიდა ეს ყველაფერი თქვენთან, რამდენად რეზონირდა. და ვნახოთ მესამე ვარიანტი. და ვნახოთ ბოლო მესამე ვარიანტი. აღნიშნულ ვარიანტში ხედავთ საკმაოდ განსხვავებულ, წინა ვარიანტებისგან განსხვავებულ მოცემულობას. მათთვის, ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, შემიძლია ესეთი რამ ვთქვა, რომ ერთი ვარიანტია, რომ თქვენ თავად უკვე გაქვთ გარკვეული ცხოვრებისეული დონე, მასშტაბები, ხარისხი, სტატუსი მოპოვებული, მატერიალური ბაზისი, რაზეც დგას თქვენი სტაბილურობა, თქვენი სახელი, თქვენი პროფესიული
ნიშა, თქვენი ოჯახური მდგომარეობა. ეს საკმაოდ მყარი მოცემულობაა, საკმაოდ საქმიანი რეპუტაცია, ესეთი მყარი სტაბილური ადამიანის ცხოვრება, რომელსაც უკვე რაღაცა თავისი სიტყვა ნათქვამი აქვს, უკვე რაღაც აქვს შექმნილი და გაკეთებული და ეს რაღაც არ არის ცოტა. მაგრამ მეორეს მხრივ შესაძლებელია აქ საქმე გქონდეს არა მხოლოდ თქვენს მყარ მატერიალურ ცხოვრებისეულ პირობებზე თუ დონეზე, არამედ შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში იყოს პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანი, ვინაიდან ჩვენ აქ ვხედავთ კარის კარტს, მამაკაცს, რომელსაც რაღაცა უკვე აქვს შექმნილი, ხო? და ეს პიროვნება, ეს მამაკაცი არ არის ვიღაც რიგითი თქვენს ცხოვრებაში, არამედ მას აქვს თავისი ადგილი, თავისი დატვირთვა თქვენს ცხოვრებაში, თავისი როლი და ეს როლი, რა თქმა უნდა, არ არის უმნიშვნელო. ამ პიროვნების გვერდზე ამოდის არკანი ვარსკვლავი, რომელიც გვესაუბრება ამ შემთხვევაში რაღაცა იდეალზე, იდეაზე, მისწრაფებაზე, თქვენს ისეთ სურვილზე და მიზანსწრაფვაზე, რომელიც სცდება ჩვეული, თუნდაც ძალიან მაღალი ხარისხის ცხოვრების სტანდარტებს და არის რაღაც სხვა, უფრო სულიერი მისწრაფება, იდეა, განვითარება და სწრაფვა სულიერი განვითარებისკენ. რაღაცა შორეული პერსპექტივა, შორეული მიზანი, იდეა, რომელიც არის თქვენში, ცოცხლობს თქვენში და ითხოვს განვითარებას. ითხოვს თქვენს ენერგიას, ყურადღების დათმობას, განხორციელებას. ყოველ შემთხვევაში, თქვენ ამ იდეით, ამ რაღაცა მიზანსწრაფვით უნდა იყოთ გატაცებული, უნდა გიზიდავდეთ ძალიან და რაღაცა თქვენს შორეულ მიზნად თუ სასურველ ოცნებად გაქვთ ქცეული. მე არ ვიცი, რამდენად მოვა ეს ორი ენერგია ერთმანეთთან თანხვედრაში, რამდენად მოდის, ხომ არ მოდიან ისინი წინააღმდეგობაში. ერთის მხრივ ეს არის რაღაცა ჩვეული, სტაბილური, თუნდაც ესეთი უზრუნველყოფილი ცხოვრება, ან და ამის პარალელურად ესეთი პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც გთავაზობთ ასეთ ცხოვრებას. ეს შეიძლება იყოს მაღალი, თქვათ, სოციალური წრის წარმომადგენელი, ან ისეთი საქმიანი გარემო, სადაც ძალიან ისეთი ერუდირებული, საქმიანი, შემდგარი, ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანები ტრიალებენ. შესაძლებელია ასეთ ცხოვრებას გთავაზობდეთ ეს ადამიანი, ან თვითონაც იყოს ასეთი ცხოვრების მფლობელი და შესაბამისად თქვენც აი ამ გარემოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურანტად მიაჩნდეთ. შესაძლებელია თქვენც თავად, შესაძლებელია კი არა და უფრო ვფიქრობ, რომ ასეც არის, თქვენც თავად ამ გარემოს მნიშვნელოვანი ფიგურა იყოთ, მაგრამ აი ასეთ ცხოვრებაში, აი ესეთ ცხოვრებაში ჩნდება რაღაცა იდეა, რაღაცა სურვილი, კიდევ უფრო შორეული, ძლიერი, რომელთაც გატაცებული ხარ და რაღაცნაირად თითქოს შესაძლებელია, მე არ ვიცი ახლა. ყველა შემთხვევაში ალბათ ინდივიდუალური იქნება ეს. შესაძლებელია აი ამ ძალიან დავარცხნილი ერთი შეხედვით და ძალიან დალაგებული ცხოვრების ფონზე შესაძლებელია ეს მიზანი ცოტა გაიდეალიზებულადაც კი გეჩვენებოდეთ, ან თვლიდეთ, ან თვლიდნენ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები, ან თვლიდეს თქვენი პარტნიორი თუნდაც.
საინტერესოა, რას გიმზადებთ ბედის წერამ? უახლოეს მომავალში, ვთქვათ, 1 წელი, 1 წლის განმავლობაში, ხო? რამდენად რეალურია ეს თქვენი იდეა და მიზანი და რამდენად არის იმის შანსი, იმის დაშვება სამყაროსგან, რომ ეს მიზანი განხორციელდეს. საინტერესოა მართლაც. რას გიმზადებთ ბედის წერა? ნახოთ. აქ უკვე ძალიან ისეთი კარმული და საკმაოდ გარდამტეხი პერიოდი ამოდის მათთვის, ვინც აერჩიეთ მესამე ვარიანტი. აქ პირდაპირ არის ჩარევა სამყაროსეული მაღალი ენერგიებისაგან, კოსმიური ძალებისაგან, სადაც დადგება თქვენს ცხოვრებაში ძალიან რთული არჩევანის თემა და ეს არჩევანი კეთდება ორ რამეს შორის. დარჩენა ურთიერთობაში და გულისმიერი არჩევანი თუ სულიერი გზის ძიება, საკუთარი მოწოდების ძიება, მოგზაურობა საკუთარ შინაგან სამყაროში, ჩაღრმავება საკუთარ თავში, ძიება საკუთარი ნამდვილი ჭეშმარიტი მოწოდების ან მოწოდებების, გზისა, რომელიც უნდა გაიაროთ მარტო, გზა, რომელიც სავსე იქნება აღმოჩენებით. აღმოჩენებით საკუთარ თავში, საკუთარ შინაგან სამყაროში. მე ვიტყოდი, რომ ეს ერთგვარი ინიცირების გზაა, რომელსაც თუ სწორად გაივლით და თუ სწორ არჩევანს გააკეთებთ თავიდანვე და ეს არჩევანის თემა აუცილებლად დადგება თქვენს ცხოვრებაში, უახლოეს 1 წლის განმავლობაში, თქვენ გაივლით ინიცირებას და გადახვალთ თქვენი განვითარების უფრო მაღალ ზედა საფეხურზე. მაგრამ მე არ მოგატყუებთ და არ ვიტყვი, რომ ეს იქნება მარტივი და ეს იქნება ძალიან იოლად გასავლელი გზა. არა, ეს არის რთული არჩევანი. არჩევანი სწორედ იმასთან დაკავშირებით, რაზეც თავიდანვე დავიწყე საუბარი. ეს არის არსებული სტატუსი, არსებული მდგომარეობა უკვე რაც გაქვთ, არსებული პარტნიორი, თუ კი იმყოფებით პარტნიორულ ურთიერთობაში და იმ დაწყობილი ცხოვრების შენარჩუნება, თქვენი კომფორტის ზონაში დარჩენა, მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ. ერთი ეს, თუ მეორე, საკუთარი იდეალისკენ, მისწრაფებისკენ, სულიერი გზისკენ, სულიერი განვითარებისკენ სვლა, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია გადიოდეს მარტოობაზე, საკუთარ თავში ჩაღრმავებაზე, თუნდაც მარტო მოგზაურობაზე. შეიძლება ეს პირდაპირი მოგზაურობაც იყოს, მაგრამ ეს მოგზაურობა არ იქნება რაღაცა ისეთი გიჟური თავგადასავლებით სავსე და თუნდაც ვინმესთან ერთად, ეს უფრო არის მარტო მოგზაურობა. ეს შეიძლება იყოს სულიერი მოგზაურობა, ეს შეიძლება იყოს მართლაც რეალური მოგზაურობა, ოღონდ მარტო. ეს თქვენი გასავლელი გზაა, რომელიც მარტო უნდა გაიაროთ და სადაც თქვენ შეხვდებით საკუთარ შიშებს, საკუთარ ჭრდილებს, შინაგან ბლოკებს, რომლებთანაც მოგიწევთ გამკლავება და ამ შემთხვევაში თქვენი მთავარი იარაღი იქნება თქვენი შინაგანი სიბრძნე, თქვენი სულიერი სიღრმე, რომელსაც თავად აღმოაჩენთ საკუთარ თავში. სწორედ აი ამ დროებითი განმარტოების პერიოდში. და თუ თქვენ ამ გზას აირჩევთ, გაიღებთ ამ ერთგვარ მსხვერპლს სულიერებისთვის, ამ შემთხვევაში ჯილდო იქნება მაღალი,
თქვენ გაცილებით უფრო ძლიერი და უბრუნდებით საკუთარ სამყაროს, იმ ცხოვრებას, რომელშიც ახლა იმყოფებით და გაცილებით მაღალი საფეხურიდან გააგრძელებთ სვლას. აღმოაჩენთ ახალ უნარებს, ახალ ხედვებს საკუთარ თავში, შესაძლებელია ახალ ნიჭებსაც, რომელზეც ამ ეტაპზე შეიძლება წარმოდგენაც კი არ გქონდეთ, რომ ასეთ უნარებს ფლობთ, მაგრამ ინიცირების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის სწორედ ის, რომ როდესაც ადამიანი გადის ამ რთულ პროცესს, ის იბადება თავიდან და იბადება უფრო ძლიერი, უფრო განვითარებული, უფრო შორს მჭვრეტელი, უფრო ბრძენი, უფრო რა თქმა უნდა, განვითარებული ყველა მხრივ, ტრანსფორმირებული. ესე შემიძლია რომ გითხრათ. ამიტომ თუ კი გაქვთ ასეთი მოცემულობა დღეს და მოვიდა ეს ინფორმაცია თქვენთან, ეს პროგნოზი თქვენთან, და თუ შეგეხოთ სენსიტიურად, ჩემი თხოვნა იქნება გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები, თქვენი ხედვები და მიკომენტარეთ ამ ვიდეოს კომენტარების ველში და მე მათ სიამოვნებით გავეცნობ. საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული ვარიანტი იყო მესამე ვარიანტი. დიდი მადლობა ესეთი საინტერესო გაშლისთვის, პროგნოზისთვის. ენერგობალანსისთვის კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ ჩემი თხოვნა იქნება დალაიქოთ, გააზიაროთ ვიდეო და მიკომენტაროთ, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი. მათ, ვისაც ეხება ეს პროგნოზები, მათ ვინც უნდა ნახოს ეს ვიდეო. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.